შალვა ნათელაშვილი ბიულეტენების ხელახალ დათვლას მოითხოვს. ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დახმარებით არჩევნები გააყალბეს და მისი ხმები გადაინაწილეს. ნათელაშვილი აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ მან პრემიერის ბიზნეს ცენტრის წინ გააკეთა. ეშინია ჩემი არ შემხვდება. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის სასახლეშიც აიახლა ვიმყოფებით, წუხელ ჩაიდინა უპრეცედენტო ღალატი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის გაურიგდა კრიმინალურ ძალას მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის სახით, მათთან ერთად გაყალბების და ბოროტმოქმედების გზით გაიყო პირველ მეორე ადგილები. ამ ბინძურ საქმეში სამწუხაროდ შუამავლებს წარმოადგენდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და სირცხვილი მათ ამ ორ პიროვნებას.